ჩემი იდეა იყო ესეთი, რომ სადმე გვენახა თვითმფრინავი, სადაც გავხსნით საბავშვო ბაღს, რატომ მაინც თვითმფრინავში, რატომ საბავშვო ბაღს. თქვენ მოგეხსენებათ, რომ 2000 წლიდან, უფრო მეტად 2005 წლიდან იბადებიან ახალი თაობა ბავშვებისა, რომლებიც ცნობილი არიან საერთოდ პედაგოგიკაში და მეცნიერებაში ინდიგო ბავშვების სახელწოდებით. ეს იმას ნიშნავს, რომ მათი მიდრეკილება ძირითადად არის ტექნიკისადმი. ამიტომ ჩვენს გადავწყვიტეთ, რომ აქ თვითონ მფრინავის კაბინაში, თვითმფრინავში არის 1500-ზე მეტი კნოპკა. ისინი ზოგი ხმას გამოცემს, ზოგი რაღაც შუქებს ამთებს და ასე შემდეგ და ეს იგი ძალიან მიმზიდველი არის ბავშვებისათვის. მათ უხარიათ და უნდა უხაროდეს საბავშვო ბაღში მოსვლა. არა იმიტომ, რომ დაუშვათ იქ კარგი პირობები იქნება, სხვა თვალსაზრისით, ტექნიკის თვალსაზრისით უნდა იყოს კარგი პირობები და აი ამიტომ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თვითმფრინავში ეს გაგვეკეთებია. ამისათვის შევიძინეთ თვითმფრინავი IA-40, საბჭოთა წარმოების თვითმფრინავია, რომელიც რომ სპეციალურად ჩამოფრინდა კიევიდან ჩვენი გულისთვის, შემდეგ დავჭერით ფრთები, რომ გადაადგილება მომხდარიყო მისი უფრო იოლად, გაბარიტებში ჩამჯდარიყო და ადგილობრივი ხელისუფლების, რესპუბლიკის ხელისუფლების, სხვა შორის უკრაინის მხარის დახმარებით ჩვენ შევძლებთ რომ ეს გავეკეთებია. შიგა სამუშაოებს ჩვენ დავიწყებთ, უკვე დღეს არის დაწყებული, თქვენ შეგიძლიათ რომ ნახოთ უკვე მუშაობენ ამასთან დაკავშირებით კომუნიკაციები რომ შევიყვანოთ, მე მგონი სულ ძალიან მალე დამთავრდება და დაახლოებით 1 აგვისტოდან უკვე გვეყოლებიან პირველი მერცხლები.